ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ამ წუთებში იკითხება სუსის თანამშრომელი მალხას თურმანიძე, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული რომეო მიქაუტაძის დაკავებაში და ჩხრეკაში. მან 2025 წლის ზაფხულში ჭავჭავაძის გამზერზე მიქაუტაძის სახლში მის დაკავებაზე ისაუბრა. მანამდე თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილე გარეგანათების კურატორი ვეფხია ბაძაღუა დაიკითხა. მან 2019 წელს რომეო მიქაუტაძის თბილსერვისის დირექტორობის დროს ლედ სანათებთან დაკავშირებულ ტენდერზე შედეგებზე და სანათების დახარვეზებაზე ისაუბრა. 5 მოწვე დაიკითხა, თუმცა საქმის ფაქტორიულ გარემოებებზე ისაუბრა მხოლოდ ერთმა მოწვე, იმანაც არადამაჯერებლად თვითონვე აღნიშნა მოწმემ, რომ კანონითაც და ხელშეკრულებითაც თბილსერვისის მაშინდელი დირექტორი ბატონი რომეო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ინსპექტორების ჯგუფის დასკვნა, რომელმაც გასცა უარყოფითი დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მომწოდებელს უარი ეთქვა სანათების მიღებაზე. შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ ეპიზოდში ბრალდების წარდგენა. დაიკითხა თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენელი, რომელმაც სალსახად დაადასტურა, რომ კონკრეტული საქონლის მიღება შეეძლო თბილსერვისის ჯგუფს, შესაბამისი წერილითაც აცნობა რომეო მიქაუტაძე, მაგრამ რომეო მიქაუტაძე მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და არ მიიღო შესაბამისი საქონელი. რის შედეგადაც შემდგომში თბილსერვის ჯგუფმა სასამართლო დავა წააგო ერთ-ერთ კომპანიასთან და სახელმწიფოს მიერ გაზიანი 114,000 ლარის ოდენობით. კონკრეტულად ამ ეპიზოდთან დაკავშირებით გაგიმეორებთ, რომ მას ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებების გადამეტების ფაქტზე. ანუ უნდა შეესრულებინა თავისი მოვალეობა და მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო ზიანი მიაყენა თბილსერვისის ჯგუფს. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით რაღაცა სხვა ინტერესი იქნებოდა, მაშინ უკვე სხვა კვალიფიკაცია იქნებოდა.